გამარჯობათ. მაგზელებთ საუბრებს ბავშვთან მიმართ ძალადობის შესახებ. ამჯერად ვისაუბრებთ ბავშვთან მიმართ ძალადობის შედეგებზე და კერძოდ ჯერ ვისაუბრებთ ჯანმრთელობის გაუარესებაზე. ბავშვთან მიმართ ძალადობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მაგრამ ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას. ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესაც. მთელ მსოფლიოში დაავადებების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები. ძალადობის ჯანმრთელობაზე გავლენის ზოგიერთი შედეგები დიდი ხანია გამოკვლეულია. ზოგიერთ შედეგს კი, როგორიცაა ფსიქიკური დარღვევები და სუიციდური ქცევები, მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში დაეთმო მნიშვნელოვანი ყურადღება. ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ მოზრდილ ასაკში გამოვლენილი მრავალი დაავადებები, ისეთები როგორიცაა გულის, იშემიური დაავადებები, სიმსივნეები, ფიტვების ქრონიკული დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფიბრომიალგია ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთან არის დაკავშირებული. ეს აიხსნება იმით, რომ ბავშვობაში განცდილი ძალადობის დამახასიათებელმა რისკ ფაქტორებმა, როგორიცაა სიგარეტის წევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ცუდმა კვებამ და მოზრობითი აქტივობის ნაკლებობამ ხელი შეუწყო ერთხის მხრივ მოკლევადიანი და მეორეს მხრივ გრძელვადიანი შედეგები. მოკლევადიან შედეგებს მიეკუთვნება ფიზიკური ტრავმები, ტვინის შერყევისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, ღებინება, თავის ტკივილი, სისჩაქცევები თვალის გუგებზე და ასე შემდეგ. ასევე ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც ვლინდება აგზნებით ან დათრგუმის სახით. ორივე შემთხვევაში დამახასიათებელია შიშის, შფოთვისა და სიბრაზის გაცდა. შედარებით მოზრდილ ასაკში შეიმჩნევა ძლიერი დეპრესია, საკუთარი უნარობისა და არასრულფასოვნების გაცდი. გრძელვადიანი შედეგებიდან გამოყოფენ ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებს, სხვადასხვა სომატურ დაავადებებს, პიროვნული და ემოციური განვითარების დარღვევებს, სოციალურ შედეგებს. ახლა ნახოთ, როგორია ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევები. ბავშვების უმეტესობას, რომელებიც ისეთ ოჯახში ცხოვრობენ, სადაც ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა აღზრდის მეთოდად არის მიჩნეული, ან სადაც ბავშვი განიცდის სითბოსა და ყურადღების ნაკლებობას, აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ასეთი ბავშვები უფრო მეტად ჩამორჩებიან ხოლმე თანატოლებს სიმაღლეში, წონაში, უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ სკოლაში. მათთვის დამახასიათებელი ისეთი მავნე-ჩვევები, როგორიცაა თითების წოვა, ჩხილების კონეტა, რწევა. ძალადობა განცდილი ბავშვები გარეგნულადაც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისაგან, ქრთალის სახით, შეშუპებული და მძინარე თვალებით, მოუწესრიგებელი და არახიგიენური ჩაცმულობითა და გარეგნობით. მათ ხშირად აღენიშნებათ პედიკულოზი და სხეულზე სხვადასხვა გამონაყარი. ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ სხეულის შინაგანი ორგანოებისა და გარეგანი ნაწილების დაზიანება. შეთები როგორიც არის მოტეხულობა, დამწყობა, სისჩაქცევები და სხვა. სექსუალური ძალადობის დროს ხშირად ვითარდება სასიცოცხლო გზებით გადამტები დაავადებები, ინფექციურ ანთებითი დაავადებები, სიფილისი, გონორეა, შიიცი, შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, სისხლდინები, სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავი, გაურკვეველი ტკივილები მუცლის არეში. ემოციური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული. ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ხშირად ვითარდება ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები. ისეთები როგორიცაა ტიკები, მეტყველების დარღვევა, ენურეზი, ენკოპრეზი,
ძალადობა გასცილი ბავშვებისათვის დამახასიათებელია, განმეორებით სტაციონარში მოხვედრა, მოწამვლისა და მოტეხილობის გამო. მათ აგრეთვე აღინიშნება ფსიქომოტორული დარღვევები, სიმსუქნე ან წონის მკვეთრი დაკარგვა, მადის დაკარგვის გამო. ეხლა ვნახოთ ძალადობის ზემოქმედება თავის ტვინის გაიმთავრებაზე როგორ შედეგს იძლევა. უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა კვლევები თავის ტვინის ადრეული გაიმთავრების შესწავლისათვის. ასევე თუ როგორ გავლენას ახდენს ძალადობა ადრეულ ბავშვობისა და მოძილობის ასაკში თავის ტვინის გაიმთავრებაზე. კვლევები მიუთითებენ, რომ ადრეულ ასაკში და განსაკუთრებით კი 3 წლამდე ხანგრძლივი ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის გაიმთავრებაში, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე. თავის ტვინის ცალკეული ნაწილები ვითარდება გარემოდან მიღებული სტიმულაციის შედეგად. ბავშვის ტვინი იზრდება და ვითარდება აქტიურად. 3 წლის ასაკისათვის იგი აღწევს საკუთარი ზომის 90%-ს. თუ ამ პერიოდში მშობლები ბავშვს იშვიათად ეხებიან და ცუდად კვებავენ, აზრუნავენ მასზე, მისი თავის ტვინის გაიმთავრებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ტვინი ეგუება უარყოფით გარემოს, ისევე როგორც შეეგუებოდა პოზიტივს. ხშირი სტრესები განსაკუთრებით გრძნობიარეს ხდის ნერვულ რეცეპტორებს და ხელს უწყობს იმ უბნების გაიმთავრებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოუსვენრობაზე, შიშსა და შფოთზე, რასაც მოძებს სხვა ნერვული გზებისა და თავის ტვინის უბნების ნაკლები გაიმთავრება. ასეთი ბავშვის ტვინი, როგორც წესი, გარემოში არსებულ საშიშროების დაძლევასა და გადარჩენაზე იწყებს ზრუნვას. ამის შედეგად თავის ტვინის ის რეგიონები, რომლებიც შიშზე პასუხის პროცესში არიან ჩართული, ვერ იქნებიან მობილიზებულნი ბავშვის სწავლისათვის. თავის ტვინის გაიმთავრების ეს ცვლილებები თავის მხრივ მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე. გამოცდილებას, გარემოს და მათ შორის მშობლების აქტიურ მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ადრეულ გაიმთავრებაში. როდესაც ადრეული გამოცდილება ძირითადად უარყოფითია, ბავშვი იზრდება გულგრილ და ძალადობრივ გარემოში, ბავშვებს აღენიშნებათ ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემები. იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია, მისი თავის ტვინი მოწესრიგებულ და მშვიდ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. ამ მდგომარეობას კი ტრავმირებული ბავშვი იშვიათად აღწევს. ასეთ ბავშვებს არ უყალიბდებათ მიჯაჭვულობა მშობლის თუ აღზრდილის მიმართ, რის გამოც არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ ემპათიის, თანაგრძნობის უნარი. თუ ეს გრძნობა ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ადრეულ ასაკში, მას სინამდვილის გაცდა არ ექნება დანაშაულის ამ კვლეულობის ჩადენის დროს. თავის ტვინის გაიმთავრების კრიტიკულ პერიოდში წარმოშობილ ზოგიერთი დარღვევა შეიძლება ანაზღაურდეს, თუ დროულად და ინტენსიურად მოხდა ჩარევა. თუმცა ტვინის სრული პოტენციალის აღდგენის მიღწევა, როგორც წესი, შეუძლია. თუ ბავშვმა, რომელიც მძიმე ოჯახურ პირობებში იმყოფებიან, მშობლებს ან ბებია-ბაბუას სანაცვლო მხარდაჭერა იპოვა, შესაძლოა მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარი გამოავლინოს და მიაღწიოს გარკვეულ წარმატებასაც. ცხოვრების გვიანდელ პერიოდში გაწეული მხარდაჭერა ბავშვების ბევრი პრობლემის დაძლევაში ეხმარება, რასაც ვერ ვიტყვით ადრეულ ასაკში განცდილ ძალადობასა და უგულებელყოფაზე. ეხლა ვნახოთ, როგორია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქიკური თავისებურება. ფსიქიკური ტრავმა პრაქტიკულად ძალადობის მსხვერპლ ბავშვს აქვს გაცილი, რის შედეგადაც ისინი ვითარდებიან შესატყვისი პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურება, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ
მათ ცხოვრებაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან ძლიერ რისხვას, რომელიც ხშირად მათზე უფრო სულ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვს. ზოგჯერ პირიქით, განსაკუთრებულ პასიურობას ივლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში მათ დარღვეული აქვთ კონტაქტი, ურთიერთობა თანატოლებთან. უგულებელყოფილი და ემოციური დეპრესია გადატანილი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ ყურადღება, რის გამოც ისინი გამოწვევად და აგრესიულადაც იქცევიან. სექსუალური ძალადობა განცდილი ბავშვები გამოირჩევიან ასაკისთავის შეუფერებელი სექსუალური ურთიერთობის ცოდნითა და ქცევით. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ბავშვები თავად ხდებიან აღვირახსნილი მოქმედებების ინიციატორები ან მოძალადეები. მოძალადე ბავშვისათვის დამახასიათებელია თვითშეფასების დაბალი დონე. ასეთი პიროვნება მუდმივად განიცდის სირცხვილს, დანაშაულის გზნობას, იგი დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნობაში, იმაში, რომ ყველაზე ცუდია. ამის გამო მათ უჭერთ გარეშე მყოფთა პატივისცემის მოპოვება, მათთან ურთიერთობა და წარმატების მიღწევა. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დასულ ასაკში კი აღინიშნება დეპრესია. იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით, დამახასიათებელია აგრეთვე სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა. აღმოჩნდა, რომ ძალადობის ყველა ფორმა ზეგავლენას ახდენს ემოციურ განვითარებაზე, ემოციურ არასტაბილობაზე, ეს არის ემოციური არასტაბილურობა, ნეგატიური გრძნობები დომინირებს პოზიტიურზე და ვითარდება დეპრესია. მეორე, მიჯეჭვობის უნარის განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას, ანუ დანაშაულის გრძნობა, ღალატის შიში, უნდობლობა. მესამე, კომუნიკაციურ უნარზე. კომუნიკაციის უნარზეც ახდენს ზეგავლენას ძალადობა. ეს არის აგრესიულობა, იმპულსურობა, განდგომა, ემპათიის არარსებობა, პრობლემები გრძნობებსა და აზრების გამოხატვაში და ბოლოს ქცევით თვითრეგულაციაზე ახდენს ზეგავლენას. სახლიდან გაქცევები, თვითდესტრუქცია, სექსუალიზირება, კონფლიქტურობა და აგრესიულობა არის დამახასიათებელი. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობის მნიშვნელოვანი წილი დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობაზე. ეხლა ვნახოთ ბავშვების მიმართ ძალადობის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები როგორი. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები განიცდიან ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანებებს, მუცლის ზღვროს, გულკვერდის დაზიანებები, ტვინის დაზიანება, ჭრილობები და იარები, დამწრობა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, მოტეხილობები, მცირე ჭრილობები და დაჟეჟილობა, თვალების დაზიანება და ხეიბრო, სქესობრივი და რეპროდუქციული დაზიანებები. ეს არის რეპროდუქციული ჯანმრთელობების პრობლემები, სქესობრივი ფუნქციის მოშლა, დაავადებები, რომლებიც სქესობრივი გზით გადაიცემა, იმუნოდეფიციტის ვირუსი, შიცი, არასასურველი ფეხმძიმობა და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური შედეგები, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, შემეცნებითი უნარების გაუარესება, კრიმინალური, ძალადობრივი და სხვა სახის სახიფათო ქცევა, დეპრესია და წუხილი, განვითარების შეფერხება, კვების და ძილის მოშლა, სისხლისა და დანაშაულის გრძნობა, ჰიპერაქტიურობა, ცუდი ურთიერთობები, ცუდად სწავლა სკოლაში, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, ტრამვის შედეგად გამოწვეული სტრესი, ფსიქომატური გადარღვევები, სუიციდური ქცევა, საკუთარი თავის დაზიანება. და კიდევ სხვა გრძელვადიანი შედეგები, როგორიც არის ასეთი დაავადებები, კიბოფილტვების ქრონიკული დაავადება, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გულის ისემიური დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა ესეთი.